საქართველოს გზები და ინფრასტრუქტურა, მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტები, რა ეტაპზეა მაგისტრალებისა და შემოვლითი გზების მშენებლობა, რა კეთდება იმისთვის, რომ ტურისტებმა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ჩვენს ქვეყანაში სწრაფად და კომფორტულად იმოგზაურონ. რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მოსახლეობამ ამ მასშტაბური პროექტების განხორციელებით? რადიო იმედის ეთერშია გადაცემა საქართველოს გზები. მაშასე ხუთშაბათი 16 საათი და 20 წუთი და ტრადიციულად დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემით საქართველოს გზები. მე დავით მაღლაფერიძე ვარ. კალენდარზე კი 24 დეკემბერია. საქართველოს გზები და ინფრასტრუქტურა მიმდინარე თუ უკვე განხორციელებული პროექტები. რა ეტაპზეა მაგისტრალებისა და შემოვლითი გზების მშენებლობა, რა კეთდება იმისთვის, რომ ტურისტებმა სწრაფად და კომფორტულად იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში და რა მასშტაბური პროექტების განხორციელებით რა სოციალური და ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მიიღოს მოსახლეობა. ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ ყოველ ხუთშაბათს რადიო იმედის პირდაპირ ეთერში 16 საათი და 20 წუთიდან. და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ხართ მზად იმისთვის, რომ იმგზავროთ ჩვენთან ერთად და არც მეტი არც ნაკლები კიდევ ერთ საინტერესო პროექტზე. ამჯერად ზემო ოსიაურის ჩუმათელეთის გზაზე ვისაუბრებთ. ზემო ოსიაურის ჩუმათელეთის გზის მშენებლობა საერთო ჯამში მოიცავს 4 ზოლიან ცემენტ-ბეტონის 14 კილომეტრიან გზას. 21 ხიდს, 5 გვირაბს, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გადასასვლელებს, წყალგამტარ მილებს და სადრენაჟე სისტემებს. პროექტი შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელშეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას თბილისიდან რიკოთის გვირაბამდე. მისასვლელი დრო კი 30 წუთით შემცირდება. გზის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება. გზა საერთაშორისო და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით შენდება. ზემო ოსიაური ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეცვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება გზავრობის დრო. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს მოусმინოთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე თევდორაძეს. დღეს გაფორმდა ხელშეკრულება ზემო ოსიაურის ჩუმათელეთის გზის მეორე ლოტის მშენებლობაზე. აღნიშნული მონაკვეთი არის უმნიშვნელოვანესი იმ თვალსაზრისით, რომ ის უკვე დააკავშირებს ხაშურის შემოვლით გზას რიკოთის საუღელტეხილო გზასთან. ასევე მნიშვნელოვანია მონაკვეთის დასრულების შემდგომ უკვე სატრანზიტო მოძრაობა გადაინაცვლებს და გვერდსაუღლის სურამის საკურორტო ზონას, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. გზის სიგრძე შეადგენს 6.4 კილომეტრს. სამუშაოების დასრულების ვადა არის 27 თვე, ხოლო სახელშეკრულებრივი ღირებულება 265 მილიონი ლარი. საერთო ჯამში 14 კილომეტრიანი მონაკვეთი საშუალებას მოგცემს მისი დასრულების შემდგომ უკვე 30 წუთით შემცირდება თბილისიდან რიკოთამდე გადაადგილების დრო და 4-ჯერ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა. თუ თქვენ ახლა ზემო ოსიაური ჩუმათელეთის გზას მიუყვებით, რომელიც როგორც უკვე მოვისმინეთ ძალიან მალე განახლდება, შეგიძლიათ რადიო იმედის მომართვა ტალღებზე 99 და 9 და შეგახსენებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე თევდორაძეს უსმენდით. ახლა ისევ დაუბრუნდეთ ამ თემას ზემო ოსიაური ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთზე მოგითხრობთ. აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულ მონაკვეთზე 6 კილომეტრიანი 4 ზოლიანი გზის 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტს სოფლიო ბანკი აფინანსებს. სამუშაოების სახელშეკრულებლო ღირებულება კი გახლავთ 264 მილიონ 992,488 ლარი. აღნიშნული მონაკვეთი უკვე ექსპლუატაციაში შესული ხაშურის შემოვლითი 13 კილომეტრიანი გზის გაგრძელებაა, რომელიც ზემო ოსიაური ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთს მოიცავს. ზემო ოსიაური ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის საშუალებით ჩრდილოეთიდან გვერდსაუღლით სურამს ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას დაუერთდება. რაც შეეხება ხაშურის შემოვლით გზას.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ზემოოსიაური ჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მილიონი ლარი გახლავთ. ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემოოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან თავდება. სწორედ აქ უერთდება ის არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420 მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა. ხაშურის შემოვლითმა გზამ მნიშვნელოვნად განტვირთვა ქალაქი ხაშური საცობებისაგან. ტრანზიტული მოძრაობა კი სრულად ხორციელდება ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო დაახლოებით 40-50%-ით შემცირდა და 20 წუთის ნაცვლად 10 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი ამ მონაკვეთის გავლა. ახალი გზა გვერდსულის ხაშურის ეგრეთ წოდებული ჰამაკების ბაზრობასაც, თუმცა იმისთვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, გზის შესაბამის მონაკვეთთან მოეწყობა სპეციალური უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით. ახალი სავაჭრო სივრცეები ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი უსაფრთხოებისა და სხვა აუცილებელი სტანდარტების პირობებში. მე შეგახსენებთ, რომ ხაშურში რადიო იმედის სიხშირე გახლავთ 99 და 9. ვისმენთ მთელ საქართველოში, ამით დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ გადაცემა საქართველოს გზები ეთერში გადის ყოველ ხუთშაბათს 4 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. დღეს კი ჩვენ საუბრობდით ზემოოსიაური ჩუმათელეთის გზის მონაკვეთზე. მშვიდობიან გზავრობას გისურვებთ და მადლობა რომ გვისმენთ. საქართველოს გზები და ინფრასტრუქტურა, მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტები, ბრაიტაბზია მაგისტრალებისა და შემოვლითი გზების მშენებლობა. რა გეცდება იმისთვის, რომ ტურისტებმა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ჩვენს ქვეყანაში სწრაფად და კომფორტულად იმოგზაურონ? რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მოსახლეობამ ამ მასშტაბური პროექტების განხორციელებით? რადიო იმედის ეთერშია გადაცემა საქართველოს გზები.